ხელისუფლებას აქვს რეალურად დარჩენილი 2-3 დღე იმისათვის, რომ დარწმუნდეს საქართველოს მოსახლეობა თუ რა გზას ირჩევს, ის ირჩევს ჩვენი ქვეყნის ნორმალურ დემოკრატიულ განვითარების გზას, თუ ადგას რაღაც ესე ვთქვათ ავტოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას. რეალურად დღეს ჩვენი აქცია არის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა პოლიტპატიმარი ჩვენი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ და მეორე მხრივ ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ვიტოვებთ იმედს რომ ხელისუფლება გადმოდგამს რაღაც კომპრომისულ ნაბიჯს და ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რაც არის ვადამდელი არჩევნები და რაც არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ნიკა მელია, გიორგი რუროა ციხეში სხედან იმის გამო, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა თავი დაუქმნიოს გავრილოს და რუს თავის პარტნიორებს. აქედან გამომდინარე ჩვენ რასაკვირველია არ ვაჩერებთ საპროტესტო მუხტს და იცით რომ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ ახლა, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისული მდგომარეობიდან და ამ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ არის ისევ და ისევ ამ პიროვნებების გარეთ გამოყვანა და ნაბიჯები, რომელიც მიუყვას ვადამდელ არჩევნებამდე. სხვა გამოსავალი სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ არსებობს. ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე ვარ მოსული. ვთვლი რომ პოლიტპატიმარია, არ უნდა იყოს სამყაროში პოლიტპატიმრები და ვითხოვთ ხალხთან ერთად რა თქმა უნდა განთავისუფლებას. მხოლოდ ამას შეუძლია დადრიოს ის კრიზისი